ყველას გვაქვს გაციებული და სექსუალური ხმები. და დღეს ძალიან სექსუალური ეპიზოდი. ბუნკერი ხოძზე. არხის გამოწერა დროზე. ელენა პოეტია გულიშვილი. ეს იყო מחარა და თავისთავი გვახარა. ეს მაგარი პოეტური ბუნკერია. ჩვენი სტუმარი დღევანდელი מחარ როგორ ახარ מחარ? აბა კი გვეძახიან მორფინისტების გადაცემას და? კი, რატო ოღონდ ხუილოს და ვაუ. ბარაკა. მოგესალმებათ ბუნკერი, ეს არის ჩვენი რიგით მე-11 ეპიზოდი. მე-11 კი. და მისი წამყვანები ტრადიციულად ქალთა და კაცთა ბედნიერება თეიმურაზე, კვიტო, მე უბრალოდ ნიკოლოზი და დღეს ჩვენი თანაწამყვანი არის ერთ წამი, უნდა გავიხსენო მომზადებული მაგრაღაც. ისე რაღაც. ეს არის מחარა, ვინც სტუმრობით გვახარა. გამარჯობა. გაგიმარჯვა. ვიმუშაოთ თქმა გავიჩიტე. ძალიან გაგვიხარდა ჩვენც. ჩვენ ძალიან გაგვიხარდა და აქ უნდა აღვნიშნო, რომ מחარა არის ჯერჯერობით ერთადერთი სტუმარი, რომელმაც თავი აქეთ სტუმრებად გვაგზნობინა რა. კაცმა გამოგვიარა, მოგვიყვანა, საჭმელი გაგვიკეთა. მე დღეს ესეთი როლი მეკნე. არობის კონდა. მაგარი მოკეფილი ხარდა. ო, თან ცოტა კაციებული ვარ და. დალია რა. ხალი სამალე გაატანი. შავი მახურებელი გჭირდება. შავი გამომწერები გჭირდება. შაყურებელი, კაი. მაგაზე აღარ გამეცინებავს. ხო, კიდე ერთი სიახლე გვაქვს. თუ ჯერ მოვიკითხოთ ერთმანეთ. სად ვართ ეგეც თქვი? მოდი ერთხელ შენ თქვი რა. ბევრჯერ თქვი და სულ მოვიწყდება მე. ელექტროვერკის ვართ ელექტროვერკის ტერიტორიაზე, სტუდია 314. რანაირად ლაპარაკობ? ის ჩაწერაზე ვარ, ბიჭო, აუ დაგლიზა ჩემი. სტუდია 314. და მუდმივად შეგიძლიათ მოგდაგეთ თუ გაინტერესებთ კულინარია და ამ ხელოვნების მიმართულებით ხართ დაინტერესებული. ვა, კაი, გამოგივიდა. ო, ბიჭო, რა ამძაბა. მახარა დაგძაბა და מחარ როგორ ხარ აშვები? ნორმალურად. ცოტა ხანს ვიფარისევლოთ. ხო, რა საქმეა ორი სიტყვით ან სამი. რომ გაგიცნოს ხმაყურებელმა პირველად ჩანხარ. ჩვენ კაი გვიცნობენ შენ. რომ იკითხო ვინ არის, ვინ მოიხანა. ბიჭო, არაფერს არ საქმიანო, ვერაფერს ვერ საქმიანო. ეხა დავამთავრე სკოლა. ეხლა დავამთავრე რემონტი. ხო, შენ რემონტს ვადებ. კურსები. თვალყურს. ხო, რა და მაგას საქმიანობ. მაგაზე უკეთესი რა უნდა გააკეთო ხე კაცმა, მაგრამ საქმეც გაასწორებდა რა ისეთ. ხედარგული გაქვს? ჰა? ხედარგული გაქვს? ყველაფერი გაკეთებული მოკლედ. მაქსამი და ეხლა რემონტს მიადგა. ხო, რები იყო პრავა. მაქსამში კიდე რას დაამატებდით? აი ხედარგი ხე, ბავშვი ბავშვი, და ბაითი. ბაითი, ხო, კიდე რას დაამატებდით? პრავა უნდა გააკეთო. გაუხდა. კიდე? უნივერსიტეტი უნდა დაამთავრო, ხო, დიპლომი. არა. ეგ ფარისეულობა, კაი, ბანდა ისე, კაი, მოდის. წამალი უნდა გააკეთო ეს. წამის გაკეთება უნდა იცოდე. კი, უნდა გაიკეთო, უნდა გააკეთო. შექმნა, ხო. ვინმე ინვესტიცია გაუკეთო, მაგრამ კიდე უარესი, იცი ვინმე უნდა ყავდეს რა ეგ. გაფუჭებული, გადაბირებული. ანუ ეგეც გაკეთებული გაქვს. არა. არა, მართლაც. ძალიან კაი სტარტი. ესეთი მხიარული სტარტი ჯერ არ მქონია. კი ბატონო. მაგრა ბუკა გაასწორა. შენ რა საქმიანობდი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საინტერესო. აქ მეკითხება ბუკარაშვილი, ისე ვარ მახსოვს. ისევ ჩარეცხე? ისევ ჩავრეცხე. და რაც გახსოვს? რაც მე მიახმა იქ, რაც არ ჩავიდა. დღეს აი ხა ბოლო ჩეკით წაიგო ყველა.
ოპი ბუკასგან ვერაზოს ვერ ვიგებ. კაი, ერთი კაი სიახლე არის, რომ ჩვენი ვაკაცი გამოდის ეხა სიხიდან. დილას ვარჯიში ახლე. დილას ვარჯიში ხამე დალეო. ვარჯიში, დილას ვარჯიში. აუ რაღაცა ვიცი რომ რაღაცა ის გააქვს რაღაც დაალაგებულად ხო? ხო და ნახე, აი დაალაგებულად არაფერი არ გვაქვს. საერთოდ არაფერი არ. ცხოვრებაში არ გქონია. მაგრამ უკები დაალაგებული. ხო, ჩვენც კაი კვირა გქონდა და ეგეთი სიახლით დაუბრუნდით. ბუნკერში დაგვიბრუნდა ობიახლები. ხო, სიახლეებს და ობიანი სიახლე. ობიანი სიახლეები. სიახლეებს განვიხილავთ დღეს ვიღადავებთ ან არ ვიღადავთ თავის ხო რა. ასევე წინა გადაცემაში როგორც დაკვირდით, ჩვენს მაყურებელს დაკვირდი, ეროვნულობით ეროვნულ რუბრიკას და გადაცემის მიწურულს. ეროვნულ რუბრიკას რა თქმა უნდა აქვს. აი, ხო, იქ გადავიდეთ. ამაზად გადავიდეთ. შენი ეროვნული რუბრიკა რა. რამე შენი ის გააქვს? თალკე ის აქვს, ნიშა. კი, ამ გადაცემის დაწყებიდან მოყოლებული ვსტილობ რომ დავამკვიდრო ჩემი ისეთ აი პატარა ავტონომია, იმიტომ რომ გადავტიხრო ესე ჯაგავს და ჩვენი ყველაფერი არ გამოწყვეტ. თელი კვირა ამზადებ და ჩვენ ჩვენ ანუ რო ვლაპარაკობდით აქ ჩვენ ამ სამბაუზე სტუმრობაზე ეგეთ შეთანხმება ქონდა რომ ძალიან ბევრი უნდა გვეგინა. ვიგინოთ. ეგრე გავიცანით მე და მახარა მეცმარები. არ არის პრობლემა. ვიგინოთ მაგის დედასაც შევეც. აბაში ვიგინო, ჩემი დედაში. ეგრეა საქმე. მე ვიჭრობდი მაგას რა რომ ძალიან არ გაგვექცეს თქო მაგაში, მაგრამ ჯერჯერავით ჩვენ გაგვირბის ხოლმე და ერთადერთი რასაც გვეუბნებიან, კი ორადორი. რა ქაოსია, რამდენი ტყვა არის. და ჩვენ ტემპს ვდით, უფრო ქაოსი გვაქვს და უფრო მეტი ტყვა. დედის ტრაკი აუ, ხო ის ძალიან მაგარი ღილაკია. კი, კაიბად საჭირო მომენტებში ყველაზე სუპერ მომენტებში არ კაი ყავს. ბატონი არის, თვითონ არც იგინება, ვერც დაიჭერენ მაგაზე, აუ, ძალიან ისლიკაცია მე ვარსებობ ეგ. ხო და მიდი აბა შეცხი დავიწყოთ რა. ობიანი სიახლეები. ობიანი სიახლეები დაბრუნებული. ხო. მოკლედ, ჩვენი ობიანი სიახლეები, ობიახლები ასე უნდა გავხსნათ. და მე მიხვდები რომ რაღაც ლოგიკური გადასვლები გვაქვს რა და ხო რა თქმა უნდა აი ძალიან სიღრმეებში შევავხდი. შემეცნებითი კი. ნაწილობრივ კი. ძალიან ბევრ საინტერესო რამეს გაიგებ ოღონდ მართლა რა. მაგალითად არის ასეთი ქალაქი ლანჯარონი. ლახარონ იქნება ეს. ლახარონ, როგორ? მე ქართულად ვიტყვი და კვიტო. არის ასეთი ქალაქი ლანჯარონი. ლახარონ. გრანადაში. გრანადა. ესპანეთში. სპანი. ხო. გრანადა კადის. სადაც არალეგალური არის. ლეგატის. არალეგალური სადაც არალეგალური არის, რომ ვიკენდებზე გარდაიცვალა. ანუ შაბათ-კვირას თუ მოკვდი დაგიჭერე. დამძრეულია. ჩვენთან ხო არის თავს თუ იბრიდავ და გადარჩები 500 ლარი უნდა გადაიხადო ჯარიმა. ხო იცი? ხო, მიყავთ. დავს მე ვინებ. და ბიჭო, ნიტონ გამოიყურებაო და ტრუპს მიყავთ რაზოლოგიურში. ანუ მკვდარი მიყავთ. ვიკენდზე თუ დაიბრიდებ. შაბათ-კვირას თუ წაიღე. მოსაფსმელად. ანუ ეს მართლა არის ხო. ყველაფერი როგორ რასაც ვაზრობ? ოჯახს სჯია ხო რა, ოჯახი ისჯება რა. ანუ რაღაცა სტრანი ქალაქია ეს ლანხარონ. მართლა რამე იცი ლანხარონში ამის მეტი არ ცხოვრობდა იქ. სტუდენტობის მერე იცვალე ეგ გადმოვიტანე. სინკის ხო? სინკით ჩამოვედი თბილისში. ხო და ბიჭო, ან ვინმე ანუ თუ ჩვენთან საქართველოში წარმოუდგენიათ რომ თავის მოკლის მცდელობაზე 500 ლარი რო არ ჯარიმა. მაგიტი კანონი. კი, რა თქმა უნდა. ეგ ალბათ იმიტომ მიიღეს რომ ფიქრობენ რომ ამით შეამცირებენ თვითმკვლელობის რაოდენობას, ხო? ეგ ჯარიმა არის არ მოუგიკლავს. ანუ თვითმკვლელობა. ვაი და გადავხდა რა მეშველება. სისხლის სამართალში არ გადის, გადმის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ხო. კოდექსით სამართლდება? ხო, ეგრე გამო. საინტერესოა. ანუ თუ არ მოკვდი, კაროჩე 500 ლარიანი მოგდის რა. მოგდის და უნდა თუ მოიკლავთ. ოღონდ ადმინისტრაციული. ყურადღებით იყავ. ყურადღებით მოიკლავ. ყურად არ მოიკლავთ. ლეურად არ ვაი და არ გადარჩე. ხო და აქ რას ფიქრობენ რა რომ იქნება მე ხო. ვიკენდებზე რო აკრძალული არის სიკვდილი, არალეგალური რო არის. სიკვდილი ამითი ამცირებენ სიკვდილიანობას. პრევენცია, ხო, ლანხარონის მერე მოსახლეობა გაიზარდა კანონის მერე. გაიზარდა და ორშაბათობით გახშირდა სიკვდილიანობა. გადადი. ჩიხში შეგვაგდო ეგრევე. ლანხარონში შაბათ-კვირას არალეგალურად გარდაცვლილების წყალს მეგობრებო. ხო, წყალია ეს, კი. მოდი ეს მეზარე. აი ეს თქვენი კითხეთ თორე.
ხო და აი ლოგიკური მები რო ვახსენე, ლანხარონიდან გადავედით ესეთ ობიახზე, რომ გამოიგონეს დრაგი, მოკლედ ეგეთი ტაბლეტი გამოიგონეს, რომელიც 2026 წლიდან ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის. 2026-დან? ხო, 2026-დან, რომელიც ცხოველებში, ძაღლებში, უბრალოდ არაძვირად ცხოველებში დაბერებას ანტი-ეიჯინგ, ხო? შემცირა. ძაღლების დაბერებას ამცირებს? ხო. ანუ სიცოცხლეს გაიტესტა, შესაბამისად მე ადამიანებიც გადავა. ის არის, რა ქვია, მართლაც. და ხო არ წერიან სადამდე გახანგრძლივდა, აი მაგალითად მაქსიმუმი ძაღლის არის როგორც ვიცი 20 წელი რა. 20? ყოფილა რაღაც 18 და რაღაც რეკორდი ყოფილა რა რაღაც ეგეთი. ხო და ეს რას იზავს ნეტო? არ ვიცი, ნახოთ რა, მაგრამ მე ძაღლის ხო ითვლება წესით რაღაც 7 წელზე. სამწაი ხდება და მე წაკაი ხო. ეს რეკლამას მე პროსტა ყავს მე რა დედაჩემს ყავს რაღაც 70 წლის კარჩე ძაღლი. ანუ 10 წელი. მეტი რაღა უნდა ჩემი ძაღლი იყო 11-ის, რომ დავაძინეთ. და მახსოვს რომ აი რაღაცა 3 თვის განმავლობაში არა მე ვწვალობდი შემდეგი 3 თვე მეგონა რომ მეც დავიძინებ ხო რა გულიდან პრობლემები დაიწყო და ფილტვში უდგებოდა წყალი რა და უყურეთ ვერაფერი დიდი იყო ანუ 11 წლის იყო რა ასაკობრივი ჩემი ძაღლი არის 13. მაგრამ აი იმხელად ყივილი იყო რომ რა ვიცი 3-7 91 და კიდე რაღაცა 7 და რამდენისაც არის. ბიჭო, მაგრამ ჯანზეა ერთადე უკანა ფეხები აქვს მოჩათლახებული რა. პამპერსით დადის ესა ფრანგული ბულდოგი. და ხოძეა ძალიან და ისე უსეთი გასქვებულია? ბიჭო, ხო ცოტა სტატუსია და გასული. სამი კატა ყავს კატაზე არ მუშაობს ეს აბი კატები ჩემ ძაღლთან აბი ერქვა კატებიც ეგრეც ცოცხლობენ. მართლა აბი ერქვა ჩემ ძაღლს კატებიც გონი რა ახოვით ეგრე. არა ცოტა უფრო დიდხანს ერთნაირად მგონი ცოცხლობენ. მე მგონი ცოტა უფრო დიდხანს. ხო, მაგათ 900 წლები. ანუ იბრიდება, იბადება და გაგინებენ ხოლმე კომენტარი რამდენიც გინდა, რა ფორმითაც გინდა. ბიჭო, ერთხელ კი აი გიგარი ხარ. კაროჩე ერთხელ პირველი რუსეთი ვახსენეთ. რუსეთის გამო დედის ტრაკი დატრიალდა. ევროხლე და რაღაც ევროხლეები. კიდევ ერთხელ მინდა მოვიკითხო ეს ადამიანები. ყველაზე ტოპ ჩემს იყო დევდარიანის ყვერები. დევდარიანის ეს ყვერები. დევდარიანის ყვერები ნახეთ ხო ვიღაცა. მაგრამ ჩვენ ვიცინეთ მაგაზე. არა, ვიღადავით, გაგვიხარდა რომ ვა, გამოჩნდით ესე იგი. აყლეები არიან. რუსები არიან. მაგაზე რომ მაგრამ შე დაანონსებული მქონდა რომ გინდა რომ ყოლოდა რა შეიძლება მეტი წერეთ, ბაზარი არა, წერეთ. კი, ტრები გჭირდება. კი, ტრები გჭირდება. რაღაცა თავიდან დავარტყით იმას რა ქვია ვეგანებს. აი საბაჭო ყველაზე სუსტებით დავიწყეთ მოვიპარო აბა ერთ და მე გადავედით რუსეთუმეებზე. ხორცარჭამ. აქედან წავიდეთ, საგაითო. კაინფლანდი კანჭი. არა ვეგანი არის რძის პროდუქტი და ის საერთოდ ცხოველურს უარ. არა რძის პროდუქტსაც არ ჭამს ხო, ანუ ცხოველურს. ხო რა ცხოველი მარტო ბალახი, ხო? ბალახის რძეს? აი, უშის რძე, უშის. არ მინდა ეხლა არ გვინდა, ხო? აი, გადადი შენ. შემპიონია. ხო, მოკლედ გვაგზავნე და ესენი 2026 არა მე მაგაც დღეს ხო რაღაც სოციალურ არის კი, კი, მან მივა. აჰა მაგან იქ გავშავ. მივიდეთ მეც 1-2-თან რაღაც საქმე ხო და ვიბაზრეთ. კარგ შორტებს გამოგიგზავნა. ვენესუელაში აუ ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შობა 1 ოქტომბერს დადგება. ანუ ესენი, ანუ აქვე მინდა ვენესუელა. დავაანონსო რომ თბილისობაც გადმოწიეს ოქტომბერში. მართლა? არ იქნება სექტემბრის ბოლოს რატო ჩატარდება. რა? ვენესუელას ხო გამოიწვია. ბრატობთ ჩვენ. არჩევნების გამო ხო უნდა ჩაატარონ. და თბილისობა. წვადის სულში რო იხვევა ქალაქი. ახმელიაზე რო იყო ჯერ თქვენ. მოიგონ და მე თბილისობას ვინმე თბილისელი გახსენდათ რო დასაუბრე? არა. მე არა. ბავშვობაში ყავდი ერთხელ მამა ჩემს. მე მგონი არასდროს თბილისობა რიხეზე ვარ ერთხელ დამყო. არ ვიცი რა იყეზე ვაფშე სულ ერთხელ ვარ ნამყო. მე სულ ერთხელ ვარ ნამყო. და მაგ პერიოდში ვარ რა, წვადის სუნი რო დგა. თბილისობა რაღაცა ხრეობასთან ასოცირდება. ხო, არა თბილისური, არა ქალაქური. საერთოდ კულტურის გაცნობა არ არის, ხო? ქალაქის ურთიერთობებთან აბსოლუტურად აი მავანი გააშუქა. ხდება ჩემთვის თბილისობა. მავანი გააშუქა ეგ ყველაზე თესლად მგონი იმენა გამოაჩინა რა არის თბილისობა. რაღაცა ანუ თვითონ იქაც ეთიკურათაც აი რო შეხედო ხო, ბიჭო არა არაფერს არ ვერჩი მაგას და ეს უნდა და როგორც უნდა. მაგრამ აი ესთეტიკო. იგი ესპანეთზე დავბრუნე ერთი. ისე დავბრუნე ლახარონ. ძალიან მახინჯობა. რაღაცა ანუ აი თავში ერთი კითხვა. კაი, ამ რატო გადმოწია? ვენესუელაზე მაგას შეკითხვა რა. ესენი ქრისტიანები არიან როგორც
აღმოჩნდა, ხო? არ ვიცი. სამხრეთ ამერიკაა, ხო? კი, კათოლიკები არიან. როგორც წესი, მან კათოლიკები არიან, ხო და შობას გადმოწევა რა ლოგიკა აქვს? ამას გაუსწორდა ალბათ. აი ამას აუდგა ეგრე, რომ მოდი პირველში აღვნიშნო. არა, სერიოზული სახით იკურება. დიქტატორი ყავთ, ხო? ხო და თან ბარიგა კი, ყველაფერია დედა, პროჭიც არის და დაგას მაყუთები რა. გადაგაგდო, ხო? გადამოგიდე. პარტია შენ. არ დამიდო. აი, რახან ძალიან წირი ინფორმაცია გვაქვს ამ შესაძლებელი. საერთოდ ალბათ ჯობდა არ გვითქვა, ხო, მაგრამ მაინც თქვა, ვიღადავთ. ოდიტაში მივაგებო. ჩვენი პატარა ინფლუქალი ვინ არის? გუშინ ვიღაც ნაცი იძიოტკა. იძიოტ მოეწრა. უი, პოტინი მეგონეთ უკაცრავადო. მარკ ცუკერბერგს უჩივის. კრამერ პროცესი. ადვოკატი მარკ ცუკერბერგი Facebook-ს უჩივის, რადგან კომპანიამ მისი პროფილი სახელის გამო რამდენჯერმე დაბლოკა. ინდიანაში ცხოვრები ადვოკატი აცხადებს, რომ ამ Facebook-ზე რეკლამებში საკუთარი სერვისების პოპულარიზაციის მიზნით $11,000 დახარჯა. თუმცა მისი გვერდი რამდენჯერმე დაიბლოკა. და უბლოკავდა, იმიტომ რომ ამათ ეგნავს fake ვიღაცა, ხო? და უბლოკავდა. ტელეგრაფის ინფორმაციით მეტაში აცხადებენ, რომ იციან, რომ სოფლიოში ერთზე მეტი მარკ ცუკერბერგია და პრობლემას სწავლობენ. ჩვენ ხო გვეწერა. რა კაია რომ ეგ იციან? კიდევ კაია კიდე იციან. და რომ ამოვა. ვერ ზევიდა. თან ადვოკატია. უეჭველი ამოიღებს მეტსაც. კი, 12-ზეა. ტიპი იძახის რომ მაგაზე დიდი ვარო, ანუ პირველი მარკი ჯერ მე ვარ მარკი. ხო და აპონჩი. უეჭველი მოჭიმავს кайფული. დიდი შანსია პირველად რომ დაბლოკეს. ხო. დანარჩენი სპეციალურად ქმნიდა პროფილებს, რომ აი кейს სამზადდა რა და თან ადვოკატია, იცის. ან ბოლოს ესპანეთში ჩავა და შაბათს დაიბრუნდა. ლახარონ. არასწორად ვიძახით ალბათ. შაბათს დაიბრუნდება და აქეთ ექნება უჯახს. ჯარიმა გადასახადი. ერთი ეგეც რეკლამა მახსენდება მაიკლ ჯორდანზე რა. ტიპი არის მაიკლ ჯორდანი, მაგრამ თეთრკანიანი მსუქანი ვიღაცა ვაფშე სხვა ტიპია რა და სადაც ხო რა რეკლამა არის ეგეთი რა და სადაც მიდის ყველას უხარია რომ მაიკლ ჯორდანი მოდის და მიდის ვიღაცა მოტი ჟოპიანი კაცი და იმედგაცრუების რაღაცა რეკლამა არის დამაუწყდა. აი ეს არის როცა ერთ სოფელში ცხოვრობს ორი მანანა, ორივე ფერაძე და ორივე ვიღაც სასული გამოვიდა. გიორგი სასული. აი ეს იყო ანანა და ეხლა ნუ მე ძალიან გული დამწყდა ამ ამბავზე, მართლა გულწრფელად მოკლეს ჩარლი კირკი მოკლეს 31 წლის ასაკში საჯარო სტუდენტებთან ჰქონდა შეხვედრა და ერთი გასროლით მოკლეს ძალიან გული დამწყდა. გული არ დამწყდა, უბრალოდ შენზარავი. ოჯახს უსამძიმდა. თან ოჯახისთან დასწრებით მართლა. მე ძალიან გული დამწყდა. ოჯახის კი არა მთელი სამყაროსთან აი დასწრებით. გოგოზეც რა საშინელება, დღეს ის გოგო ძალიან ჟუტკი. ანუ სხვადასხვა კადრებიდან უყურებ ამასაც, ვერ ვაღარ ვანეკვებ თავს. ხო, დღეს მენათლიანად ყველა მაგაზე ვარ გადართულები და ეს ტიპი იყო მემარჯვენე როჟა იყო. კონსერვატორი აქტივისტი იყო და უტრაკებდა ეგეც სასწავლს. ჩვენთან რო ხართ ეგეთი არა. ფარისეველი არა. ანუ ნუ გავოვიგივებ. იდეინი. ვაფშე არაფერში უაში არ ახართ. მაგარი ლიდერი ტიპი. აი იმენა ლიდერი ტიპი იყო. თავის იდეას მე მგონი არა იდეას შეეწირა რა, თავის იდეას რაც დასწრებოდა. ირონია მაგაში რაც არის, ყველაზე ირონიული ამ ამბავში ის არის, რომ ტიპი მოწინააღმდეგე იყო ამდენი წლის მანძილზე, რომ იარაღი უნდა იყოს უკონტროლოთო რა, ანუ მთელი ბოლო წლები ამერიკაში მიდის მაგაზე დავა, რომ იარაღი უფრო მეტად უნდა გაკონტროლდეს, იმიტომ რომ სკოლის ჩაცხრილები მათ ხო ძალიან ხშირია შუთაუთები რა სკოლის რა და ეს იყო ერთ-ერთი მხარდამჭერი, რომ კაროჩე იარაღი უკონტროლოდ უნდა იყიდებოდესო რა და უკონტროლო ნაკიდი იარაღი გირჩი ამბობს რა. იაგო. ხო. არა იაგო კიდე რაღაც იყიდებოდეს ეს არ ვიცი. ეს იძახის მაგას. ანუ ლეგალურად ტარების უფლება კონდეს. ანუ აი ესეთი მაღაზიაში სნიკერს. სადაც გინდა იყიდეო რა. ანუ ვისაც უნდა იყიდოს. სრულწლოვანს რა. და ტარების უფლებით თან. კი, მანდ ეგრეა. ბევრ შტატში ეგრეა. შტატში არის ტარების უფლება იყიდოს ესე ეგრე არა. ნუ თითქმის ყველა ძალიან ხელმისაწვდომია რა, კარჩე ერთი რა აი რა. მარტივეს საყიდელია და ეს იძახდა რომ არ გვინდაო მაგის გამკაცრება, იმიტომ რომ და ტყვიით მოკლეს. ეკონომიკაში ბევრი მაყუთი შემოგდის მაგის გამო, რომ იარაღი ესე იყიდება გიჟივითო რა და ირონია მაგაში. მაგრამ იდეაში კანონს რო ეწინააღმდეგებოდა, კაკრას ეგეთმა ტიპმა მოკლა რა. მაგრამ ხო, ნუ მარტო ეგ არ არის. მაგაცმა თან როგორმა ტიპმა ხო კაცმა არ იცის, მაგრამ ეხა იქ წერან ხო თქვით ისიც იარაღზეო რაღაც
წარწერები, რაღაც პროტრანსული რაღაც. ბევრი მტერი ყავდა მოკლედ არატრადიციულ ორიენტაციებს მაგრა ეწინააღმდეგებოდა. სასტავს უტყავდა, ქრისტიანი იყო და ცდილობდა ქრისტიანული სწავლების გავრცელებას და ოჯახური ტრადიციების გავრცელებას და აბორტს ეწინააღმდეგებოდა რა. ხო და ბელგიაში მე მაგათი პოპულარული იყო. ახმებოდი, მაგრამ ნუ აი ხა მოსაკლავად მაგრამ ეთხოვს. ძალიან სამწუხაროა. არა, ხო და მაგას ვიძახი რომ საშინელებები ამოიყარა ბოლო დროს იმ გოგოს ხო ამერიკაში ხომ მოხდა ეგ კვლევა. ო რა, უბედურე. უკრაინელი გოგო რომ მოკლეს, ხო საშინელება. ეგ არც მიყურები, მაგას ვერ უყურებ. მე ძალიან სუსტი არაც შიდი ვიდეო მიცა. ხო, ლოგიკური მაგაოქცეულს რა. აი, გითხარი ხო. მოკლედ სირაქლემა აი სირაქლემის პოზა ეგ ფრაზა ხო ხარ დარწმუნებული ვარ ხო დაჟე გევასება მაგრამ იცი რა საკითხია სირაქლემა ჩვენ ქვეყანას უხდება ეგ დღეს მაგრამ სირაქლემა თურმე სხვა დანიშნულებით აკეთებს მაგას რა თავს იმიტომ კი არ ყოფს რომ დაიმალოს არა ხო კვერცხებს აკვირდება თავის კვერცხებს რომ ხო თბილად არიან ხო ყველაფერი კარგად არის თავის კვერცხებს აკვირდება და მაგიტო ყოფს ხოლმე თავს ვარ და აქამდე ხო ეგეთი განწყობილი რომ შიშარა და იმალება პირველად გავიგე მე ეს ნიუსი რო ნახე მაშინ მე ამანაც პირველად გაიგო პროსტა ობრაზი უჭიროს რა მე ვიცოდი მე სირაქლემა არის სირაქლემა ყველაფერი ბაზალებზე მყავს შეჩემა ვაფშე ყველაფერი ბიზნესი ყველაფერი ვიცი კიდე რა შეიძლება სირაქლემაზე რო თქვა ერთი ვიცი რომ სიგრიურევია სახე ძალიან პატარა ტვინი აქვს ერთი ეგ ვიცი ანუ იქ პატარა ხავი და სწრაფია ძალიან სწრაფია ხო მაგრა და 80 მაგრა და ძალიან სწრაფ დიდი ფეხები აქვს და იმენ მოშნა დარჩა ხო 370 ცხენის ძალა ცხენებში თუ გავზომავთ აი ჭეხა ხალ გამოვა და გაგვიზომავ რა გიდა რა ფერები მე მომენად მოგენახლე უკვე კუბიკ რუბიკს აწყობ სისტემატურად არა რა მეც დამის რა პონტია ძმა ჯაშემილი სხვა რამეს პრობლემა არ არის რაც გაგისწორდება კუბიკ რუბიკს მე ვერ ვაწყობ ვერცხელ ცადე და ნერვები არ იყო ცადე ვისწავლე ცოტათი განმოვითარე და ზუსტად ერთი დღე არ ავაწყე თუ არა ეგრევე კი მე ჩაკმად გავლეცე და მივაწე ესეთი დავახერხო რა კაი მე რაღაცა აპლიკაცია ვნახე თან ბავშვებში არა ახლა ხო იცი აი ვიცი რა აპლიკაცია ვნახე ფოტოს უღებ ყველა მხრიდან აპლიკაციაში და ის გეუბნება სად რა გადაციო და ავაწყე ეგრე ხო ვიჟილკი კი მანდაც ერთ შვიდ კუბიკ რუბიკის აწყობის რეკორდი არის მე მგონი რაღაც 9.5-ით ხო დაჟე უფრო ძალიან ვიღაცა ჩინელი ბავშვი აწყობს და დებს რა ეგრევე ხო ის და ერთი თვალებაკრულიც ხო რა შეხედავს პროსტა თავიდან იმახსოვრებს მე იხვევს თვალებს და დრტ გავს აი ეს ყველაფერი რო ვახსენე მახალი და მის ყოლი როგორ ფიქრობ ვინც გამოიგონა კუბიკ რუბიკი არა და თავი მოიკრა ეგ ის რულეტკის ბაზარია შაბათ კვირა არჩი ერთი თვის განმავლობაში ჩალიჩობდა აწყობას და მე ერთ თვეში ააწყო ვინც გამოიგონა და მე უკვე ჩაუშვა ხალხთან რა ხო თვითონ ერთი თვე ეჩალიჩებოდა რა რატომ მაგრამ ამას თავი არ დაუბრედია ის რა საინტერესო აი რატომ მოვუდა ეგეთი 660 ყლეობის აწყობა რა მოდი კუბიკ რუბიკი შევქმნა აი რა მათემატიკური რაღაცა ის არის ვაფშე არ ვიცი რა მათემატიკურიც არის და თერაპიულიც არის ანუ აი პირველად რატომ მოვუდა მაგის შექმნა რა ანუ რაღაცა გეომეტრიაში რაღაცას აკვირდებოდა და იქ არის წერტილები ყველა აქვს თავისი ადგილი რა კუბიკ რუბიკში რა ყველა წიბოში ანუ კუთხეს აქვს კონკრეტული ადგილები სადაც დადის რა სხვაგან ვერ მოახვედრებ ხო და რაღაცა მაგის გარშემო ატრიალა რა რაღაცა კინოც იქნება მაგაზე ვერ შეიკავა თავი მაინც ხელის ავსია და აგრესია შეკავე ბუკ არის ძალიან ეგ აგრესიული ხო რა ინგლისური ვაკეთებ რა ეს ძალიან კონცენტრირებული კი ხო ისვენს მაგ დროს რა ეგეთი ტიპები ისვენებენ აი ჭადრაკსო თამაშობენ რა მარია ჩემმა უღლე ის იმის დაფარო არის ბალანსის ხო ანუ მე სკეიტბორდზე და იმაზე ვაფშე აი ვერ გაიქრებ და ამაზე აი და ერთი წამი დავამუხა მე როგორ ასე გაგისწორდა ხო გინდება დადგომა რა ბიჭო ტვინი თუ მაგდროს ისვენებს ბიჭო მართლა გინდება იმენ აი პირველი რო ერთი რო დავიჭირე მუღამი რო აი რო დავდექი და წამოიღო აი სულ ხო მაგით მოვიდა მართლა გიან მოხვეწა რა მაგით მოვიდა ბიჭო თუ მაგდროს ისვენებს ტვინი როდის იყוნება მაშინ
სულ მაგ დროს არა და სულ ეხა ხო ლაპარაკობ თვითონ რაღაცა მაგაზე ხო გვაქვს ხო კიდე დოხვია რაღაცებზე ფიქრობ ეხლა ეს როგორ თქვა და ეხლა ეგ როგორ არა მე მაგაზე აღარ ვფიქრობ არა ნუ ხო არის ეგენი შეიძლება მაგას ყურადღებას არ აქცევდე მაგრამ სიამოვნებაში შანსია ეხლა თუ ძალიან დამუღამებული რო გაქვს მე ალბათ გახარდა თან სხვა რამეზე ფიქრობ მაგრამ აი სპორტი მაგიტომ მევასებოდა რა ანუ ფეხბურთზე რო დავდიოდი და ფეხბურთს როცა ვთამაშობდი უბანში ხა ისე პროფესიონალურად არასდროს არ მითამაშე მაგრამ ფეხბურთზე უბანში დადიოდი ანუ ფეხბურთზეც რო დავდიოდი მე უბანშიც რო დავდიოდი კაროჩე აი სპორტს როცა ეხება საქმე ტვინი მარტო სპორტით ვარხები დაკავებული და მაგრა ასწორებს და იმენა შურ სპორტსმენების რა მაგონში რომ მარტო მაგაზი არის ვარჯიში ხო ვარჯიშიც იგივეა კი მაგრამ იმენა სპორტი და თან აზარტი და გართობა რაღაცინებს შეკასიო შენი სპორტი და შენი ეს არა მოიჭრება როგორ მიყურებდა იცი რამდენი ელოდებოდა და ესე მიყურებს აი სპორტი ახლა თუ გინდა გააჟღერე შენ ესე იგი 95,000 ადამიანი არგიო 100 წელს გადაცილებულია კი იაპონიაში 2024 წლის სექტემბრის მონაცემებით კაროჩე იაპონიაში 95,000-ზე მეტი ადამიანია 100 წელს გადაცილებული რამდენია იაპონიის მოსახლეობა 1.50 მილიონი იქნება აბა ჩაგუგლე აბა რა გამიკვირდა ახლა Japan population 124 გადაო და იქიდან 95,000 1000 მაგრამ მაინც ბევრი არ დაეთყობა ესენი რომ ჩავხოცოთ უცბად არ დაეთყობა არა რა დაეთყობა აზრია ეს მაგარი კლასი ახლა ეს ძალიან საინტერესო ახლა არის მოკლედ ლემონ ჟავა წავიკითხებ კი ჟემელ ჟავა მოკლედ ეს 13 წლის ბავშვი ლუკასი არის პირველი ადამიანი რომელმაც მკურნალობით თავის ტვინის სიმსივნე დაამარცხა და ეს არის ჯერჯერობით ისტორიაში პირველი ადამიანი. სიმსივნესთან დაკავშირებით ერთი ობიექტი მქონდა კიდე რომელიც რატომღაც გამოტოვა, იმიტომ რომ არ ვიცი მართალია თუ არა. რომ ბაზარია რომ რუსეთში შექმნეს სიმსივნის ის ხო რა, რომელსაც 80%-იანი მაჩვენებელი აქვს. ხო, დადებითი, რომ ამარცხებს სიმსივნეს და ამბობენ რომ ჩაეშვება რა, ხო. ღმერთს ვაქნას რომ მართალია. აი მანდ არ მე ნეტა მართლა ეგრე იყოს, მაგრამ მაგაცას ხო რას გაიგე. რუსეთის დედა შევეცი კიდევ ერთხელ. ყოველთვის. დავედი ვაქცინიანა. კი, ტრაგედია ისხანტყიანა. გაგეთხოვდი ევროპაში. მახარა მაგარი გამწარებული ყავთ. ხო და ეს ძალიან კაი პრეცედენტია რა. ეს და ბახუტა სახიობები რომ ზემოთ. ზემოთ მოდი საგინდა ეხლა არაფერი ერთი წუთი ზემოთ არა დავაკონკრეტ. მოიცა ბუკა დამშვიდი ბუკა ხარ დავკონკრეტ. ბიჭო არა ეგეთი ვიდეო რო აქციების დროს რა ნუ კითხულობ ესენი რომ უტრაკებენ პოლიციელებს ზემოთ ხო იმ გრიბოიდობის იცი ერე თქვი ე არის შენაცობია ზემოთ იყო თუ მე ქვემოთ მეგონა ესენი კაჭო მე მაგდოს აურბოდი და გამაჩერეს ჩემში და ვატიტორი მოვდიოდი იმენა რაღაცა ობრაზშია მიდი კარჩი კამერები რო ერთო ბუკა რაღაცნაირი სხვანაირი ხდება ის რა საყვარელი ბიჭი ძალიან საყვარელია აი რო გაიჩება და ხო და კარჩი ის თამიდო გამწარებული ყავთ მაგარი და ყოველ მეორე სიტყვაში მაგინებს და მეც გიეცდებით მამა მაგინებაში მეორე სიტყვაში რომ მაგინებს ჩვენ არ გაუვახილოთ ხო მანდ არც ერთ არა სოციალ-მედიაზე რომ მივალთ მერე დავაი კაი ბაზარი ხო და მოკლედ ეს ძალიან კაი პრეცედენტი არის იმის თქვა მინდა რა კარგი უფრო მეტი მაჩვენებელი იყოს და ნეტავ ჩვენთან შემოვიდეს ეგ ამბები რა და ყველა მაგას ვისურვებ სიმსივნე ვისაც აწუხებს არ დაავადებული თქვა არ მინდა ხო უსურებ ყველას რომ რა ვიცი მალე გამოჯამრთელდეს რა განსაკუთრებით ბავშვებს და არხი გამოიწერეთ მეგობრებო სულ მოვიწყდება ამის თქმა რა არ გავიწყდება კარგად იცი რამდენი ხანში ერთხელ უნდა ვთქვა თავში შუაში ბოლოს 12 წუთში ერთხელ 12 წუთი სამჯერ ხო თავში შუა ბოლოს ესეც მაგარია ძალიან აბა იკო მიდი Πώς να ვერ ხედავ. Just now Rook Island nestled in St. Lawrence River Bass. კავშირი კანადაში არის ყველაზე პატარა კუნძული, რომელიც არის დასახლებული რა. ერთი ოჯახი Just enough room island. მარტო დგას ერთი სახლის ტერიტორია, წარმოიდგინე ნახე. და რამ სიღრმეზე არის აი შიგნით წყალში გარშემო ნახე. მთლიანი მე და თავს დაცალგები ნობს რომ ძინა. ცევა ანუ მოგცევა ეს ხო თავისუფლად შეიძლება ისე იქნება რა. სული იქნება. აი თავს როგორ ორი იქნა შემოვაცხარი და ხო რა იქნა შემოიკიდა არ იტმორება. დოში აქ რატო უნდა იცხოვრო? რა დარეკე ერთი.
რატომ უნდა ხო, იცოდე? ამის ის აი ძალიან შეიძლება კონცენტრირებული გაკეთებული. დიდი შანსია. ქართველებს ეკნებათ გაკეთებული შეცემა. აქ ვერ კანადა დაიჭრა. ხო ახლოს არის თან. კი, ჩვენ კი, ჩვენ კანადა რაო? იტალიას რო გაცდები იქვეა. იქვეა, ოდრომად. სამი სოფლიოში ერთ-ერთმა უმდიდრესმა ქალბატონმა ყველაზე მდიდარმა. ერთ-ერთმა არა, ყველაზე მე მდიდარმა. მგონია რომ შემთხვევით ეწერა ეგ და მეთქი არა, გადავამოწმე. ხო, მართლა? კი. ესე იგი, მაშინ ეს ორი ობიახლი ერთად ელის უოლტონი. ელის უოლტონი არის სოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალბატონი. კი. ოკეი. და ამ ადამიანმა გახსნა Walmart-ის ის Walmart-ი არის სუპერმარკეტების ქსელი ამერიკაში ძალიან როგორც ორი ნაბიჯია. ოღონდ ამერიკაზე გადაამრავლე, ხო? ხო, ორი ნაბიჯი ვითარ რა ხელმისაწვდომია მართლა რა. და მაგით არის ყველაზე მდიდარი ქალი. და მოკლედ ამ ადამიანმა გახსნა უფასო სამედიცინო ინსტიტუტი უნივერსიტეტი გახსნა, სადაც უფასოდ ასწავლიან ამერიკაში. მაგარი პროფესორები სამედიცინო სფეროს რა. მაგარი ქალი და მისაბაძია, ეგეთი ხალხი მე მაგარი ევასება. ძალიან დიდრები, აი ესეთ კეთილ რაღაცებზე, რატო არ აკეთებ, პროექტებზე რო ხარჯავენ ფულს, მაგრამ ასწორებ. თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე გუშინ საზეიმო გახსნილი გზა დღეს გაფუჭდა. აი თაობებს რო გამოადგენ. ვულკანიზაციის სფეროს. არ უნდა იყო დაუნახავი. ჭავჭავაძეზე. ხო, არ უნდა იყო დაუნახავი. არა, მე ეს ჩაი, ეს ეს ფოტო არის ნაცების დროს გადაღები. დააკვირდი. ბუკა თუ დააკვირდები ნაცების დროს არის გადაღები. ნახე ვექტრა მოდის. Opel Vectra. მაგდას ვექტრები დადიან. ეს ფერარია? ეკლიფსია. ყველა სხვადასხვა ვერსია გავაჟღერეთ. კარგი, ერთი რაც ზუსტად ვიცით, გაფუჭებული გზა არის. ჭავჭავაძეზე. ჭავჭავაძეზე. რომელიც გუშინ გაიხსნა. საზეიმო იდენტიფიცირება გავაკეთოთ რა ადგილია. მე მგონი ის არის ჩოლოთი. აი ვერ ხედავ აგერ შენობას ჩასახვევი. ლიბერტის მოსაშვილთან არის რა, მოსაშვილის ჩასახვევი არ არის, აბა რა. არა, იმის საელჩო რუსეთის საელჩოსთან არის ხო, დაახლოებით. სადღაც აი ადგილია. იმის მესხის სტადიონის პირდაპირ. საფეხბურთო ფედერაციის მანტერით ხო? კი, კი. ფეხბურთო ფედერაციის აა, საზეიმოდ გახსნილიო, ახლა მე ვიხსენე. აქედან წავიდე და ვნახო. ახალი გახსნილი თქო. ბავშვი დავგაზოთ ეხა და მე გავ. შევამოწმე. ლაივი გადავინაცვლებ გადაცემის. ლაივი ჩავ. ლაივი გვეკითხა. წყალში როს ხედავ. ფეხბურთის ფედერაციასთან ლაივი. ეს არავი აუზია. მერაბ ჯორდანი კიდე არის ფედერაციის პრეზიდენტი. კი, შეჩერე. კი. და რეზი არველაძე არის საუკეთესო ფეხბურთელი მოქმედი. ეს მოყვალინეთ. ამის და რეზის ისტორია იცი? იცნო. მარა ისე რა. ამის პირველი სელებრიტი ხო, რეზი არველაძე. ცნობთ ერთმანეთს. რეზი არველაძე მინდა რომ მოვიყვანო. კი, ძალიან. უფრო ბუკას უნდა, მაგრამ ჩვენც არ ვარ წინა. ინტერესო, მოდე. ამას დამავისყეს რეზი არველაძე, თორე მე ჩემი დიდი სიმპათიები კიდევ ერთხელ რეზი არველაძეს. ბოლო შენი პირველი სელებრიტი. არა, შეიძლება შენ იცნობ შოთი და რეზი გეროა. ამას შოთი და აჩი და რეზი. აჩი და რეზი გეროა. ხო, რეზი იმას. მე რიტმი. აინტერესებს რეები. აი თურმე რეზი. ეს მართლა ძალიან საინტერესოა, ამ როგორ ვიცმი. ეს არის კიდევ მოვდივართ ყველა. ეს არის გასხმული სია. მოკლედ ძალიან საინტერესო აღმოჩენა გაკეთდა. ხო. რომ სპერმატოზოიდში გადადის რა, იცი, აი მამის სტრესები. სტრესი, არის გენეტიკური არის რა. და ბავშვში გადადის, წარმოიდგინე, ჩასახვის პერიოდში მამა დასტრესილი და რამე და ხო, მაგრამ ჩვენ ეს ეფექტებულება ბავშვი წარმოიდგინე გადადის. ვარაუდიკებული არის. ხო. ანუ მე ეს სტრანი რაღაცა. მოიც აი ბუკა მიდიხანია ვიცი. არ უნდა მოიცა ათქვენია რა. როდის დამტკიცდა ეს და აქსიომა როდის გახდა არ ვიცი, მაგრამ ამ თემაზე დიდი ხანია ზოგადად მეცნიერება. რომ გენეტიკურად გადადის სტრესი გადადის. მშობლების სტრესი, არა მარტო მამის სპერმით. მე მაინც მეგონა ის რა. გადადის კი არა. მშობლების ტრავმები და მშობლების ადიქციები, მშობლების ნერვული მდგომარეობა ბავშვი ძალიან მაგრამ სერიოზულად. აი ესეთი ბუკა მომწონს შეჭი. ეს ძალიან ბევრი რამე მოქმედებს და თან ყველა პერიოდში, აი ჩასახვიდან მოყოლებული, რომ რა პროცესში გაჩერდება. ჯერ ესეთი არის ცხოვრების ანუ წესი მამის შემთხვევაში პირდაპირ აისახება სპერმატოზოიდის სპერმის ხარისხზე. ანუ როცა ნარკოტიკებით, სასმლით და სხვადასხვა რაღაცა ტრანკვილიზატორების საშუალებებით არის გაჯერებული შენი ორგანიზმი, შენ სპერმას, ანუ ნაყოფიერება აქვს დასული თითქმის 0%-მდე აქვს რა. მაგიტო ვარ ესეთი. 25-მდე როდესაც არის უკვე შეუძლია განაყოფიერდეს. ანუ აი ხა აუცილებელი არაა რაღაც სცენებს შეესწროს სიტყვაზე რა, ჩხუბის და რამე. ემოციური მდგომარეობა მაგრა გადადის ბავშვზე რა. მაგრამ მე მგონია რომ მაინც თუ შენ ისეთ ფონს შევქმნი რომ
დავიწყებ. ხო, მყუდრო გარემოში გაზრდება. შეუძლია მოჩვენები. ხო, მაგრამ DNA-ში თუ არა, ნაღდაც თუ გაზრდება. მე მგონია რომ მაინც დაძლევს რა. DNA-ში თუ მაინც. მაინც მგონია რომ თუ დაძლევს. პირიქით პროვოცირება გაკეთდა იმის უარესი გაზეთს უბრალოდ იდეაში. სტენფორდში მეცნიერები მუშაობენ. ეკას ყელში ამოვიდა, გავიდა გარე. ნუ პრინციპში ჩვენი კერა. პრინციპში შექმნეს, მაგრამ ნუ მაინც ჯერ მუშაობის პროცესში არა საბოლოო ვერსია არ მიუღიათ, რომ ეგეთ გაუჭი. მოკლედ აი ამ რაღაცას დაგიმაგრებენ იმპლანტს. ხო. ტვინზე, იმპლანტს. ეს არის ნუ ეხლა, მაგრამ დააპატარავებენ რა. ტვინზე იმპლანტს და დაჩიყვაზე როგორ ბაზრება ფიქრები. ხმამაღალი გახდება. გახდება მე. არა, შენ ხო ისედაც იცი შენი ფიქრები. გაჟღერდა. არა, არ გინდა შენი ფიქრები ახრიდან მოისმინო. რატო არ არსებობს? იმინა არ არსებობს. რატო არ არსებობს? ხალხი ის მუშაობს. ანუ აუდიო არა, ვერსია შეიძლება შენი იმპულსები ან დინამიკი მიხედება რა. და როცა ეს ახალე ამბობ. და რო ეს მისი ალბათ კითხვა მაქვს რა. სტეფანე მოგიდა? კითხვა არა, ერთი კითხვა მაქვს. რა დავიხარეთ რა. აი, всё რა, არა, თვითონ მაგულოვი და ვარ რა ვაფშე რა. სუსტი მაგიკა. გადის და. ხო, რაც გინა ის კი. ერთი კითხვა მაქვს რა. მართლა სერიოზულად. წარმოიდგინე ამის ფიქრებიც რომ მე ისმოდეს ხუთი დეიგნატირებ. ახე. რა დამიხარდეს რა. მეგობრებო, ერთი ჯარიმა გააკეთე. კადრს მიღმა მინდა რომ დაგისვათ კითხვა რა. თქვენი ხმა როგორ გესმით ხოლმე რა? თქვენივე ხმით გელაპარაკებთ? არა. აი ეგ მაინტერესებს. ანუ შენი ფიქრები რა, აი რო ლაპარაკობ შენ თავთან. და რაღაცა ხმა ხო გელაპარაკება რომ არქნა ის ან ქენი ეს. შენივე ხმა აქვს? არა, არა, რა თქმა უნდა. ხო, აი მე მაგალითად მაინტერესებს. ანუ ჩემ ვოისაც რო ვისმენ, არა აქვს. არა, ვაფშე სხვა რაღაცა. არა, იმენა შენივე ინტონაციაა. რო ფიქრობ რა, რო ფიქრობ. შენი ხმა ფიქრობ? შენ როგორც გესმის, შენი ხმა, არა ისე როგორც ვოისში ჩაწერილი ხმა. არა, ვოის ხმით გესმის. ვოი, ეგრე გესმის? მე აი ეხა როგორი ხმით ლაპარაკობ, იმ ხმით მესმის, როცა ჩფიქრობ. კი. ანუ იმენა შენი ხმა გელაპარაკება? კი. მე ხანდახან სხვა ხანდახან გოგო გელაპარაკ. ხანდახან დასპიცალ ხანდახან სხვა ხმები, ანუ ხმები გამიძვრია, რომ სხვა ხმა არის რა. აი არ არის ჩემი ხმა რა, მე მგონი დანძრეული მაქვს. დიდი შანსია. მოუჩით აი ხარეთ. ობიახლები სულ მოუჩით ობიახლები. ჩაუკეთ. და ეხლა ჩვენ შეგვიძლია მეგობრებო გადავბარგდეთ დღევანდელ თემაზე. თემას- რა არის დღევანდელი ეპიზოდის თემა იკაკო? დღევანდელი ჩვენი ეპიზოდის თემა იქნება სოციალური ქსელების და ვაფშე დედაშევეც ზოგადად სოციალური ქსელების ბევრი ვაფშე და ვაფშე, ვაფშე ხო. თქვით, და წინ არ გვათან მაგრამ ნეტა ეგიძახოს მაგ თაობის წარმომადგენლები ვართ და სამწუხაროდ ბევრ რუსულ სლენგებს ვიყენებთ ხო მაგრამ უკვე იმდენად ქართულად მოკლედ ჩვენი თემა არის ერთხელ რუსეთის დედაშევეც. კი ბატონო არასდროს არ მომბეზდება მაგრამ დედის ტყნის აწევა და ჩვენი დღევანდელი თემა არის სოციალური ქსელების დადებითი და უარყოფითი მხარეები რა სოციალური ქსელის დადებითი და უარყოფითი მხარეები სოციალური თუ გინდა დავიწყოთ უარყოფითით და მე გადავიდეთ დადებითი და ამას ვაჩვენებ. ბიუტერი არის აქ. იყოს კაც. უკანაც ჩანს ბექში. აი დადებითი რა არის დადებითი ეხა თუ გინდა მე ჩამოვსვი დამხრივ ეხა შენ მომის დამეთანხმები ეს შენ ბიჭო. დამხრივ ეძახი აი მომხმარებლისთვის. კონკრეტიკა რა. რაღაც საქმის პონჩი კრეატორისთვის ზოგადად რა. ზოგადად რა აი მოდი იცი როგორ ვიბასროთ? მაგრა დაიკოპა. ერთი გამოაგურია მაგ მახარა მე მგონი ხშირად უნდა ხშირად კი არა ვაჩი ერთად უნდა ჩავწერ მაგრა გაასწო. დაცხე და გავა. არც მახარა შემოგვეშება მზადვა რომ მეორე კამერა უჩვენო. ბიჭო იმიტომ ჩვენი პაკალენისა ჩვენი თაობის არის და რაღაც ჩვენერად აზროვნებს და ჩვენერი ტემპერამენტის რაღაც ხო და ჩემი აზრით დადებითი მხარეებს ეხა ჩამოვსვი და რა დამეთანხმეთ ან თუ გინდა დაამატეთ მაგას ჩვენ გადა. ხო მე ხურია ტრიბუნაზე ოკეი დადებითი რა არის ნიჭიერ ადამიანებს რომელსაც არ ქონდათ სიტყვაზე ტელევიზიაში მუშაობის გაქანება და პერსპექტივა რომ იქ ემუშავათ გაუშვათ პლატფორმა სადაც შეუძლია ნებისმიერ თავი წარმოაჩინოს ბევრმა ბანძობაც პროდუქტი გაყიდოს. თავის ბანძობაც გამოავლინეს, მაგრამ ბევრი ნიჭიერი ტიპიც გაიჩნდა. და ბევრი უყალევესი გამოჩნდა რომ თურმე არსებობა. კი, ეგეც, მაგრამ მე დადებითს ველაპარაკობ ჯერ. ეგ ერთი. მეორე არის რომ
ინფორმაცია გაქვს ძალიან ხელმისაწვდომი. ანუ შეგიძლია ნებისმიერი სახის განათლება მიიღო ონლაინ რა, სოციმედიაში გადის ეგეც რა. YouTube-ზე შეგიძლია ჩაწერო და YouTube-ი რამდენად არის სოციალური მედია სოციმედია მაინც კი. ინფორმაციაა ზღვა. ნებისმიერი სახის, ნებისმიერი განათლება შეგიძლია მიიღო ონლაინ უფასოდ. ეგეც დადებითია. დადებითი არის ასევე ის, რომ და ამ განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო. კი, ამას ისევე უარყოფითი მხარეც აქვს, მაგრამ ახლა ჯერ მორჩი დადებითია. ხო, და კიდე არის, რომ ანუ სოციუმი უფრო შეიკრა რამ ხრივ ხა, იმე მაგალითად ადამიანს რო ვიღაცა გოგო მოწონს ან ბიჭს გოგო ან გოგოს ბიჭი შეუძლია ადვილად დაეკონტაქტოს რა. შევიდეს კომუნიკაციაში. სხვა ქალაქში მოძებნოს ტიპი. აუ ადრე რა თესლი აქვე ვიტყვი რა. ერთსაც დავამატებდა სო. და ეგეც რა კომუნიკაციაში კიდე ერთი ის არის, რომ აი სიტყვაზე შენი ნათესავი, შენი ახლობელი მეგობარი ვიღაცა უცხოეთში რო არის, შეგიძლია დაურეკო ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დივაისს. დენახო. და დელაპარაკო. აუ ეგ ვიდეო გამახსენე და შენი ვიდეოა ერთი რამდენი ვიცინე მაგაზე. ნაძვის ხერო ვერ აანთეს რა იმათმა და ბიჭები სიმო კემერედი და წემეიღე სიმო დრინები კასტები აი დედა დენი ვიცინე შენი დადებული TikTok-ი აი ძალიან მეორე ვიცინე ბიჭო ეგ ტელეფონი და კომუნიკაცია რო ახსენ კი მაგრამ ის რაღაც არ ვიცი რატომ მე რომანტიულება ძალიან თესლად მახსენდება ბავშვობის პერიოდში ის ყელეფო რა ხო და იქ უღამი ათენებდი ღამეს ჩემო ვიღაც გოგოსთან და რო ჩაერთებოდი ჩემ ხალხზე კი მაგრამ გამორთე ეგ იმიტომ რომ ახალგაზრდები ვიყავ ხო ერთად გავდიშო და ის საპარიკმა ხეროა ხო ხო რო უნდა შეხ ტუალეტში ვიმალებოდი ხო გითხარი არა ლაპარაკი და რო ელოდება მშობელი ზარს და შენ რო აქ დაკიდე ისე მაგდრე ეხლა რო გადამაქ ხოლმე რა ეგ დრო აი ეხლა რა აი ბავშვზე რა უფრო რა აი ბავშვი რო გასული იყოს და რო არიცი სადრო ხო არიცი სადრო ხო ადრე რო იყო ხო ჩვენ როგორც ბავშვობაში შედროს ანუ ალბათ ახლა გამოეჭველი იქნება ანუ ორი ადგილი იყო სადაც შობელს უთან ხვდებოდი რომ ან სტადიონზე ვარ ხო მაგრამ მაინც წარმოიდგინე რომ შეჩვეული იყო მაგ რეალობას რა მაგ მოცემულობას თორე ეხლა ვერ დარეკო და 2 საათი ვერ გაიგო ხო გაგიჟდება რომ შეიძლება გაგიჟდება მაგრამ ახლა გამოვლილი გვაქვს გონია რომ აი მაქსიმუმ აი ეგ რეალობა რო დავიდგეს ორ კვირაში გადავეწყობთ ისევ რა ნუ ეხლა რო დაბრუნდები ეგრე ნეპალში ეხლა დედის ტყნა რო არა წეულ ვისაც არ გამოვლინდა შემდეგ თაობას პატარა ბავშვებს ისინი ერთ თვეში გადმოეწყობენ ადაპტირებული ქსელები აუწევს ხო აი ხა რა ნეპალში გადატრიალება რა ის გამომოხდა რაღაცა იქ მაციანებს ხომ იქი გადატეხა მგონი ამ ჩემი სამმა სეკატავი თალკე გადაცემა თქვი ბონდიში რო თქვი ორ კვირაში გადავეწყობითო ხო ნეპალში ეხლა დედის ტყნა რო ხდება რა რატო ხდება გახსოვს რა მიზეზი ხო სოციმედია სოციმედია აგრძალეს და მანამდე იყვებოდა შეჩერდა არა არა თავრობა დახოშეს ეგ იყო პროსტა აი ის იყო ბოლო წვეთი იყო გავიგე მაგრამ ნუ ერთ-ერთი სხვა რაღაცა დაუპირისპირე ეხლა მე რაც თქვი ანუ მე პირობითად ადამიანის ადაპტაციაზე ხო რო აი უცბად რო ინტერნეტი გახსნა რა ბავშვს რო ვეძებ და ვაიმე რო არ ვიცოდე 2 საათში ერთხელ ტელეფონით სად არის როგორ არის ხო გამიჟდები მე უოჭველი გავუჟდები ბიჭო იცი რა არის ეხლა არა და ეხლა შენ მაინც მაგრამ ამას მაინც გადავეწყობდი და გადაეწყობდი რა ნუ ადამიანს ყველაფერზე ადაპტირდება ეგრესე ხო რამდენი წელია დემეტრე 14 წლის არის ერთად ტელეფონი აქვს ტელეფონი აქვს მაგრამ რაღაც ბოლო პერიოდში ტელეფონი არ ქონდა და უტელეფონოთ დისტანციაზე ვახერხებდით ისეთნაირად რომ გადავადგინებდით ისე რომ old school-ი ქონდათ ხო ჩართო ხო რაღაცნაირად ან აქ ვიქნები 3-ისკენ აქ ვიდგები იქ იდექი იქ მოვა ჩვენ ბავშვობაში როგორც რაღაცა და ხო რა ანუ ადაპტირებული იმის მაგიდან რომ ადაპტაცია უცბად გააიგეთ ხო კარგი და მოდი დავუბრუნდეთ სოციმედიის ეხლა უარყოფითებზე გადავიდეთ ჩამოთები და უარყოფითები ჩემთვის მაგალითად მარტივად ვიტყვი რა ის არის დადებითი რომ ბევრი ალტერნატიული სამუშაო გაჩნდა ხო და უარყოფითი აქ ეგ რა აი ეს დაზომბება და სკროლის ამბავი აქ და თან ხო რაღაც სპეციალურად ისე არის გაკეთებული ეს პატარა ვიდეო. აი მე თუნდაც ტვინი, აი დიდი ხანი, დაჟე რას დავაკვირდი, აი ბუდიში რა უცბად მაგაზე გამახსენდა რა. ანუ ფიქრი უკვე აღარ, ანუ მარტო ფიქრებთან რამდენი ხანი ან უსასმენში უსმენ პოდკასტს, ან მუსიკას. დაჟე აბაზანა იყო ჩემი იმენა ის წმინდა ადგილი. სადაც 20 წუთი შემეძლო 20 წუთი შემეძლო რაღაცებზე მეფიქრა. ეხლა რო შევდივარ აბაზანაში, სულ რაღაცა ჩართული. არა, მე არ, მე წყლის ხმა და ფიქრი. ხო და ეგეც გააქვს. ფიქრი გააქვს. ბოლოს აბაზანაში ვსვავდი.
კარგი, ლუკაშენზე კარგად მოგა. კარგად აისახება. სოციალური ქსელი არა ის. შეიძლება ChatGPT ლუდი გაუმანელი გამოვიდა. შევედი. ვაფშე წყალი არ გაქარებია. ისო ჩართული იქნება თქვენიაზე. მოიცა შევამოწმე. აუცილებლად. ხო და მაგალითად რა, აი მიდი თქვენ მე გააცნოთ. ციფრულ მარკეტინგში საქმიანობ, ან რო განვითარდა 50 წუთია ყველაფერი, მაგიტომ აქ მე დღეს სამსახური ესე მარტივად რო ვთქვა, ეგ ანუ არის. მეც ეგ ძალიან დადებითია. მეც დღევანდელ საქართველოში და დღევანდელ რეალობაში მე აი სოციალური ქსელები რო არ მქონდეს ძალიან ბევრ ადამიანს ანუ კურს გაჭმის ხო რა ხეშად ხო აი ჩემ პროფესიაში მაგალითად ბოლოს რა მოხდა კინო არ მახსენდება არა ორი სერიალი გამოვიდა ბოლო 50 წლის განმავლობაში ჩემი ცოლის დაქალების მე რამე ფილმში ან კინოში სერიალში კი მოგიწია კარაკტერია მოგის სერიალში ცვალებად ნიშნებში მახსოვ ხო მეტი არ ხო ხო რა ის რო იყო ხსოვს ჩვენ ბავშვობაში რა ანუ ჩვენზე უბრალოდ ბავშვობაში რაღაცა უჯას რაღაცა სახლი ძველი სახლი ძველუბანში ის გურამს აღარაც სახლი ძველუბანში სახლი ძველუბანში ხო ქართულები რა სახლი ძველუბანში ხო და მეც მაკლია ეგეთი ქართული ეგეთი ჟანრი მაკლია ძალიან და კომედია მაკლია ძალიან რა ქართული ერთადერთი რაც აი კეთილებმა გააკეთეს ძალიან დიდი პატივისცემა და ის არა ქვია საქმე რომ მიეცათ თან ძმებს ბოტებს და ისინი ხო აი ეგეც ახალი სამსახური გააჩინა მაგრამ აი ხო აი და კიდე ანუ ბევრი პროფესია გაიჩინა ყლიშვილებმა იპოვეს 300 ლარით მეტი რა იქნება შეჩემა ოკუპაცია მე იპოვეს რა მიმართულება იბან დედამოტყნული თუ ხარ შეგიძლია რომ ეს 500 ლარი ჩაგირიცხონ და ვიღაცას გამზდელი აგინო როგორც აი აუ ის იცი რა გამახსენდა მე დაკვიტო ლაივი ჩავხდეს რა არც არსებ ანუ სახელი და გონ ნანო და ვიღაცებს უნდა აგინო რომ შემახინჯო მე დაკვიტო TikTok-ზე ჩავხდა არა მე მედოვნებ რომ ეგ IP ადრესები და მისამართები შესაძაც არა აღარ ჩაიარა მაგატარებელი ხო ანუ ახალი სამსახურებიც გააჩინა კიდე რა ჩემთან არის ეს აი ეს ბოტები ეხლა შენ მაინტერესებს შენ ბევრი კომენტარი გექნება და ბიჭო სხვათა შორის არ არის ბევრი ძირითადად დადებით გროჟები არ არიან ბევრი რომ აი ხოჭი აი ტვინი რომ გასპონჩი რამოდენიმე იჩდება ხოლმე და ეხა აი ბოლოს რეებიც იყო აი თქვათ რაღაცა 10-დან 10-ვეს და ხო ალბათ ეგ რაღაც კონკრეტული ისა აქვს რა შენ ერთიდან იგივე ყველას ეგ აქვს რა ხო რომ ისა შენ არის ახი აეროპორტში დაველოდები არჩევნებსო და წავალო შენ კიდე აქ დარჩი და გადახვა არ არსებობს შენ დაგეკითხები ახლა მესაც ხო ვინ გეკითხება შენ მესაც ჩვენთან ემოციური ფონი რაღაც ეგეთები არ ესმის და ვერ იგებენ ეგეთებს ემოციური ფონი რაღაცა ემოციური ფონზე რაღაცა ვთქვი აი ოღონდ რამე საკმილო მიეცა დედამოწმებლად მე მგონია ეგენი რას აკეთებენ გეტყვი რა ანუ იმათ აგულისხმობ ისაც ხელფასს იღებ ხო არის ბევრი ვინც ნაღდად გიწერს რა ტიპები თავით გამომდინარე თან მანდ ანუ თუ ბევრი რო გადახვალ ნახო რომ ვიღაცა ტიპი არის რა ბევრი ხო ზირდად უსახელო და უსახოროჟები არის არაფერი სარიალი ტიპები რა კონტენტს უდოსკეთებ სკალას და 4000 კაცი რო ყავს გამოწერილი და არაფერი რო არ მარტო მაგიტო რომ დედის პროჭი წეროს ხო პროსტა შევიდეს და შენ 20 ლარი დღეს 2 მაგრამ ნაღდებიც ხო იშდებიან ხო აი ნაღდებზე რასი ხდი გაგძლე ნაღდებზე მე მგონია რომ იჭდებიან კი არის როგორ არიან რა და ბევრი აი რო უყურებს რომ ბევრი კომენტარია ეგეთი Facebook-ზე რაღაცა ტიპიც მიყვება იმას რა თავისი აზრი არა აქვს ნახა რომ ბევრი ნეგატიური კომენტარია და ისიც აყვა წერს არა მაგათ მე რა მგონია იცი ხო არა აქვს თავიანთი აზრი ეგეთ ტიპებს არ გან ნაღდზე ვიც ტროლზე მეც ნაღდზე მაქვს ბაზარი ეგეთ თავიანთი თავიდან გამო გაგინებს და რა კი როგორ არა ბადა კიტო არა და ეხა მე რას ვაკეთებ ხა ისეც რომ არა შეიძლება გაგიწეროს რა შენ რაღაცა არა ჩვენ გვაგინებს ნაღდმა ტიპებმაც იმ რუსეთის გინებაზე გვაგინებს და გვაჯობს კიტო მაგათ დედა შეუწყო არა ეგრე იყო რა და თან ანუ რომანტიკ რაღაცებზე ისი მახარა შეიძლება აი კინოზე ვაპარაკო კინოზე ვაპარაკო და ტიპი მიცეს რომ შერა ჩემი ყლა აი მაგას ვამბობდი და არ დაგცვალდა შეჩემა შერა ჩემი კვიტოს აკაუნტიდან ვიყავით ლაივში შესულები რა თან პირველად ვიყავი ლაივში არა კვიტოს აკაუნტიდან ჩემთან სახში ადრე რა ბუნკერი ვაფშე არ ქონდა პროსტა ლაივში ვიყავი მე თან პირველად გავიჩნდა და რაღაც ლაივში რა და ვიღაც როშა ორი ყლე იწერება უცბად ცოტა ხანში თქვენი დედა შევეცი ანუ ვიცი
და გავიქრეს რა გინდა ფილმებზე უგაზრო რატო ამ გადაცემას დავარქოთ კრალი გადაცემა ბაზარია ბიჭო გაურვა მიდი ამ ახლა დავაი აგი რამ ხელა მაგიდა და ფიქრობ მე ფიქრება ხოლმე რა რომ რა პონჩი ან აი რანაირია გულისხმობ აი რა საით თუ სად ცხოვრობს რას ფიქრობს რა ანუ რა გონია ძალიან მარტივი ეგეთი მეების დროს თან მაგათ მგონია რომ ცოტა როგორი რაღაც გონია იცი რომ იქ რო წერენ ეგ რაღაც ჰაერში წერენ თუ რაღაც არაფერს არ არსად არ არის ხო თუ რაღაცა თუ მაგრამ სინამდვილეში ხო არაფერს არ ნიშნავს მე მგონია რომ აღარ თავიდან ანუ ემოციურად ეს თემა მაგრამ რო გიწერენ ეხა ეგეთ რაღაც ბიჭო მე მგონია რომ ეგენი მაშინ ჩნდებიან როცა წერენ ანუ მანამდე თითქოს არ არსებობენ თავის თავთან მიმართებაში ეგეთი ტიპები მგონია რა თუ აი რაღაცა სადმე თუ დაწეს კომენტარი მგონია რომ გამოჩნდა აი თვითონ რა მიხდი რას გულისხმობ რომ თუ ეგეთი რაღაც არ გააკეთა გამოჩნდა ხო შეიძლება თუ არა და აი ამას თუ არაკეთებს ვერა რა მგონია რომ მაგით რაღაცას იკმაყოფილებს რაღაც იმ და ძირითადად აი ეგეთი ტიპები რა როჟები არიან აი რაღაცა ის სტანდარტული სასტავია რა ქალის და კაცის ან აი მოდი ვიდით დავიწყოთ და შევხმნათ ეგ ეგ როჟა გავაზრო რაღაცა ნარგიზა ან ნარგიზე ქალი თვითონ ქალი დავიწყო აი მოდი შარგიზები მასწავლებელია უეჭველი რაც იმიტომ რომ მაგათ ევალებათ ხო იცი მაგათ ავალებენ რომ აი ჩედი და აგინე რა აი მოიცი ჩვენ ტროლებზე ვბაზრობთ თუ თვითონ მართლა ეგეთები რო არიან ადამიანი რომელიც ტროლობას ითვისებს რა თავისით თავისი ნაღდი ნანული ის კი არა ბახუტამ რო იმაში რა ქვია ჩეცოდოში რო შექმნა ტროლის რაღაცა პერსონაჟი არა ნაღდი ნანული გიზის თუ ნარგიზი და ტიპი გეუნება ეს რაღაცა ეს სათვალებია ხან და გადადიხარ თან იქ სკოლის ბავშვებთან ფოტოა გადაგება ხო ეგეთები ან ეკლესია უეჭველი მშობლობის სურათებიც გაზიარებულია პასკის ფოტოები და ვიღაცა გოგოს უწეს 20 წლის გოგოს უწეს რომ ჩაიცვი კონკრეტული кейსია მახსოვს დაჟე რაღაცა ეგეთი ხო და ეგ მოსწორება ბევრია ყოველ ნაბიჯზე მეორე არის ბესექა ბიძელი ხეს რო ადები ხოლმე იცი გამაღიზიანებს ვიღაცა შვილი როუზის ფოტოში წერს და ვიღა 12 წლის ბავშვს რო უწეს რა ძუძულები ძუძურატო გიჩანს ხო არა აიმენა მანახე ძუძუშვილო ხო და ეგ არის ეგ ბიჭო ეგ ოღონდ ეგ როშა გებაზრება მე ქრისტიანობაზე და ქართველობაზე აი ეგაა ყველაზე დაბრდოა რა მე უფრო რომელი უფრო ამაზეძენი კატეგორია რომელი უფრო ამაზეძენი კატეგორია ამორალური კატეგორია არის ოჯახს საკუთარ კრედოს და სამშობლოს ყველანაირად მოსახელს ურცხვენენ და ყველაზე ამაზეძენ საქციელას სქემერობენ და პენსიონერების ნაგროვები პედესტალიდან რო გებაზრებიან მაგას ჩადიან და სამშობლოზე რო გელაპარაკება ეროვნული ღირებულებები რა არის და ვის ისტორია და ვინ არის ისტორია აი ეგეთი ტიპები გაცილებით არის ყველაზე დაბლა ხართ და თქვენ გამო თელ საქართველოს აუცილებლად კიდე ცალკე მოგვეთხოვება მაგას რასაც აკეთებთ თაობებს მოგვეთყნება დედა ეგ ზუსტად იცოდეთ და აუცილებლად ეგ ენერგეტიკა და როგორ თქვენით დაიწყება ეგ თქვენ აკეთებთ ბესექა ტიპები თუ მესექა ტიპები არა გაგვითავდა ტრაქში გაგერჭობა თქვენს და ჩვენც მაგრამ ტრაქში გაგვერჭობა და ერთიანად ანუ ერი ზოგადად რასაც ეხლა ვიხდით ეს ერთიანად საზოგადოებრივიდან რაღაცა დანაშაულის და ძალიან ერთიანი დიდი სიგნალის გადასახადია მოვიხდით ამას და თქვენ მაგივრადაც მოვიხდით და რა ვიცი ნუ გარ გააგრძელებთ რა გირჩევთ რომ მალე მოვეგოთ ყველანი გოლს არა ბუკა ისი არის რომელ პოლიტიკურ მხარეს იყოთ იმას არ ვიძახი ხო მაგას კი არ ვიძახი რომელ პოლიტიკურ მხარესაც გინდათ და რომელ რელიგიურ მსამსაც გინდათ იმას ჩაეხუტეთ თელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში აი ამ საშინელებას მოაკეთებთ იმიტომ რომ პირველ რიგში თქვენს შვილებს და თქვენს გარემოებას და გარემოსვას მოეთხოვება ეგ არის ხარ ყველა ეს აუცილებლად უნდა მეთქვა იმიტომ რომ ბევრჯერ გილაპარაკებთ რომ ყველაზე მეტად სადმე ყლეობას აკეთებს საქართველოს დღეს ყველაზე მეტი ყლეობა რაც საქართველოში ხდება ეგ ხდება კაროჩე ბუკა მაგაზე ცუდი არაფერი არ ხდება ფარისეულობა რა ფარისეველი ხალხი
რომ ყველაზე არისელობა კიდევ ლამაზი სიტყვა მე ბიჭო არ ვარ რაც მაგას ქვიათო არასდროს მქონია პრეტენზია რომ ვიღაცაზე მაგარი ტიპი ვარ ან რაღაცა სუფთა ცხოვრებით მიცხოვრიან მაგრამ არასოდეს არ მითამაშია რომ მე ვარ წესიერი ანუ რაც მიქნია მინანია ჩემი პირიქით სულ უწესოს თამაშობ და უწესოს ვიშაყირებ თავს რო გადავთრო ხო აი და დაყალებული დამიდგება რომ იმის ეროვნული დებულებების ისტორია და იმას სამშობლო იცის რა არის. ხო და მე არ ვიცი. სამშობლოსაც რო არ ცხვის და ოჯახსაც მაგან იცის და მე არ ვიცი, ხო. აზარი არა. ისეთ თქვენი თავიდანვე შეთანხმება იყო რომ ეს იქნება ძალიან კარგი გადაცემა. ძალიან ბევრი დედის ტრაკი ამოტრიალდა. დაპლანული იყო. კი, ამოტრიალდა კიდევაც ძალიან ბევრი დედის ტრაკი და დაპლანული. ძალიან მიხარია რომ ჩვენი ამ ნაწილის კი და ამ თემის ნაწილი სრულუფლებიანი ბუნკერელი ხარ. გამოსწორდა ძალიან. ხო, ანუ ტიპი რომ ამ ეხლა ბოლოსაც რო გამოფრინდნენ და რაღაცა ეს ზოგი სტიქაროსანი და ზოგი სადღე გძელოებში. ეხლაბას რომ მელიქიშვილი. ხო და რაღაც სადღე გძელოებში. ბიჭო ის გოგოს რო და იქ რაღაცა ოჯახზე დაგიწყებს ბაზარს და მაგებს გელაპარაკება და ქალი და მანდილოსანი და რამე და რეებს შვებიან ბიჭო. და ეგ მართლა მე შენ ანუ ზეპირი ყველაზე აი დაზეპირებული ქრისტიანები რო არიან და დაზეპირებული სამშობლო სიყვარული რო აქვთ, ეგ დაგიწყებს მართლა შენ და მე მაგაზე ლაპარაკს რომ ხო და შენ აბა ის კიპი ხო არა აქვთ ბიჭებო სნუპი რა ძალიან გაცემული ვარ აუ მეც გამო და თან კაკაზე ალერგია მაქვს და მართლა ისეთ რაღაცებს ხო და თან ბაზრობ რომ ბიჭო ვისაც გინდა გაიბაზრო ხო ხა მაგასაც ჰაერზე ხო არ გინდა მინდა მართლა მინდა ბიჭო ძალიან დიდი ხანია ვლაპარაკო თამაში პლეზე ხო არ და არა შანსი არა რა უნდა დავით გინდა ვითამაში თამაში გადავიდე ეს გავგანვიხილე სოციალური კიდე დაამატე რომ ხო არის რა დასამატ ანუ კი რაღაცა არა ხა ისე არ ვიცი მაგრამ ბევრი ამას მე რა მაინტერესებს ვარ საქმეს ისეც ოღონდ თან მნიშვნელოვანს და თან რომ ამ დედის ტრაკიც არ დავივიწყოთ ვიღაცები თუ რამე თქმა გინდა მე მინდა თქმა რაღაცა ნახე რა მაინტერესებს თქვენი აზრი მაინტერესებს რა აი ეს გამოყალევებული ვიღაცა ჭაღარა ტიპი პატარა გოგოს რო ხელს უწყამდა რა ამ მელიქშულა ხო როგორ ფიქრობ რაღაც მომენტში ქრისტიანი ქართველი ეგ კარგი თამა ხო აი ნახე მანდვა რა ორი შეკითხვა მაქვს აი მაგ ტიპზე და ეგეთებზე და ეგეთ სიტუაციებზე ერთი რაც მაინტერესებს არის რომ სადღაც საკუთარ თავთან მარტო რჩებიან იქ მაინც ხვდებიან რომ არასწორად მოიცნეთ თუ არა ერთი ეგ და მეორე მაინტერესებს არა მე მაგაზე ბევრჯერ მარე მეორესაც შეკითხვასაც ვიტყვი რა და მეორე მაინტერესებს ესე როცა იქცევიან აი შენ სახსენე ხა მორწმუნე იქნება ალბათ ეგ ტიპიო რა ესე თვითონ თვლის ხო რა მორწმუნე ხალხს მე ესე როცა იქცევიან სნიერი კაცი რითი იმართლებენ თავს თან თუ საკუთარ თავთანაც იმართლებენ ხო და მანდო ანუ ღმერთს იცავენ ერს იცავენ რას შვებიან ამ რა იქცევიან ის პირველი რაც იკითხე ეგ მაგას პასუხია რომ არა იასნია მარტოც რო რჩება იმისთვის ანუ მაგას ეგეთი შეგნება აქვს რომ მართლა ეგრე იძახის რომ ეგ რა ქალი არის ესე უნდა მართალი იმის ეგეთი ისტორია მართალი რა ეგეთი ხო და აი მართალი არა აქვს რას იცავს არინანიებს არა აი ათქვევინე და მაგას რა ანუ თავისი გადმოსახედიდან საქართველოს იცავს ხო აი მაინტერესებს ერს ქვეყანას ხო აბა არა ვიღაცები ეხა მანდ არიან რა თქმა უნდა ვინც გააზრებულად ძალიან კარგად იციან რომ ეს ტვინო ყავთ მოყვანილი რომ იმას დააჯერონ რომ ქვეყანას იცავს მაგრამ თვითონ იციან რომ არაფერ ქვეყანასაც პროსტა ტრაქს იცავს აიგე მაგრამ ეს ამფიბიები ყავთ აი დააჯერებული რომ ჩვენ მიდი კაცო ქალი არა რა ქალი ნახე ისა ხო მერი რო გეუნა ხო მაგას შენ საქმევინებს ეგ თავის თავთანაც და ღმერთთანაც აპრავებს რომ მაგათ თვითონ როგორი პონტია იცი რომ ღმერთთან ანუ ღმერთი ესე პირდაპირ უფლებას აძლევს რომ ეგ არასწორია და შენ შეგიძლია დასაჯო და აი მაგის უფლებას აძლევენ თავს რომ ღმერთთან დაალაგებული აქვს თვითონ იმდენად
ღვთისმიერი და სამშობლოსთვის აკეთებს, რომ ღმერთმა უფლება მიცა, რომ იქ იმ ქალს დაარტყას, მაგი ხო ქალი არა. ოჯახური ტრადიციები, კაროჩე, ვიცავ ოჯახურ ტრადიციებს და ქალებს ვცემთ ქუჩაში რა. ეგენი ქალები არა. საპატრიარქოსის ნაწილი, რომელიც ხმას არიღებს, კაი გავიგეთ, რომ ხმას არიღებს და რატომაც არიღებს. ეგეთი მეორე თან იღებს, ეგრე არა. მაგ სასტავს არ ეხები. არა, იმ სასტავს არ ვეხები, რომ ხმას რო არიღებს. მე იმ სასტავს იმ ნაწილს მაინტერესებს რა, ვინც იღებს ხმას და ვინც აქეთ რათელ მხარეს არის. რატო უფრო მეტად არ ჩანან და რატო მათი პოზიცია ამდენი ხნის განმავლობაში არ გასცდა სოციალურ სივრცეში ნარატივს და არ ვიცი, მაგაზე პასუხი მე ნიშნად არ მე შეგძლება მაკრო მაკლია რა რო უფრო გარეთ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ანუ საქართველოში ანუ ის ორი მიტროპოლიტი დიდი მადლობა ყველა იმ მაღალი თანამდებობის სასულიერო პირის, დაბალი თანამდებობის სასულიერო პირის, ყველას აბსოლუტურად ვინც მრევლს სწორი ინფორმაციას და სწორ ხარეს დგომისკენ მოუწოდებს, მაგრამ ანუ მათი მეტი ძალიდან და მეტი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რატო არ ხდება ის, რომ უფრო მეტად ხალხთან ერთად არიან და უფრო მეტად იღებენ პროტესტში მონაწილეობას და უფრო მეტად დგანან იქ. მე ესე ვთვლი, რომ აი აქეთ ამხარეს ოლკების და ბნელების რო აქეთ რო იდგეს ეგ ტიპი ხელს აღარ გაანძრევდა არა ხელს აღარ გაანძრევდა რაღაც მოჩი შემაკავებელი რაღაცების უყურე რა ხდება მაგათთვის ეხლა მაგასაც გააშავებდა და ქალი რო მაგათთვის იქ ვინც არ ეს ხობელი არ არის რა ეგ ეგ რა ის მამა ხო აი ზუსტად ეგ ხობელი არ არის ბიჭო ყველა ძალიან ეგ კატეგორია ვინცეც ახლა ლაპარაკობთ რომ ეგრე იქნება ძალიან მარტივად მანიპულირებადი და მარტივადი არის. მე და ყრუებზე ვსაუბრობ. ხო და ანუ მე ბრევი და აი რაღაც პონჩი გეთანხმები რა იმ ხრივ რომ სამი მამაო რო დადგეს იქ გამოვიდეს და თქვას იქ ვიღაცამ რომელსაც კალაძე მართავს იმითი რომ ეხლა ხალები რა ჯიში არიან იმას შეიძლება გადაიქცეს მამაო ჯასი იქ მაინც რა პონტია და რა და იქ ორივე მხრიდან გაჭყლეტილი პოლიცია ორივე მხრიდან რაღაცნაირად ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ეს საზოგადოება დღეში ანუ აი გამიგე ანუ აი აქედან გამომდინარე ძალიან საჭიროა მათი უფრო მეტად ჩართულობა იმიტომ რომ დიდი ძალა აქვთ მართლა რა ტუალეტში გავიდე დავიშალოთ ცოტა ხანი არა მიდი და ჩვენ ვიბაზრ ჩვენ გავაგზავნოთ ხარ იქიდან იბაზრე რაღაცა კაი აუ რახმები გამოვა ეხლა იქ აი ბეჭენ მიკროფონი ნეიტრალური მე ვარ ნეიტრალური ტიპი ვარ რა არც კოცი ვარ არც ნაცი ვარ მაგრამ მაინც ესენი ნაცი პროპაგანდის ქვეშაც ვარ არც ძალიან ცუდად ვარ არც ძალიან კარგად ვარ აი სადღაც შუაში ვარ იქიდანაც მართული ვარ აქედანაც მართული ვარ აი რუტინული ტიპი ვარ რა აი ვინც მომწყნავს იმას მივცემ რა კაროჩე ხო არა არ გამომდივარ აქციაზე ნუ რა ქნაშვილო აი ეს ტიპი ვარ რა და უსმათ ხედავ რომ აი მიტროპოლიტი რომელიც აქეთ მხარეს დგას ჩვენთან ერთად აქციაზე და ვიღაცისგან მოხვდა ხო უფრო მაგრამ მაინც ერთი წამი მე კი არც იქითა ვარ არც აქეთა ვარ მაგრამ ესენი ამას რო ბაზრობენ რომ ჯარწმუნოებაა და რამე და თან გძლებს თუ ტყავენ ესე იგი ამათი მართლა დედაშევეცი ხო მაგას ვიძახე მე ანუ მაგარი მესიჯი ისა თემა ამაზე ბიჭო იფიქრეთ ბუკა პოლიტიკაში ანუ შენ კარგი ბუკა პოლიტიკაში ჩვენ მომიყვანეთ მალაპარაკი ეს გეთანხმები მახარას ვაბაზრ ხა დიდი ხანი რაღაცა არა მართლა ეგეთ ტიპის წავიდა დაიცალა და მოვიდა ჩაბურია ეგეთ ისეთ როჟაზე იძახ ხო ვისთვისაც ხედავს რომ ქალს ბუკა დაანთავრები ხედავ რომ ქალს ურტყავს და ამას შვება მაგრამ ეგ არ მუშაობს მაგ ტიპზე და ეგეთებზე იძახი მაგისთვის იმინა მამაოს უნდა დაარტყან რომ ეგაზე მოვიდე. დიდი კონტინგენტი არის ისეთი. დიდი კონტინგენტია. ძალიან დიდი კონტინგენტია ჩვენ ქვეყანაში ეგეთი, ვისაც იმენა მამაოს თემაზე აქვს, აი სენტიმენტი ყველაზე მძაფრი. მორწმუნეა შეჩემა და მაგის არის გასაკვირი. არა, სხვა რამეზეობა ზოგადად. თავიანთი გაგებით მორწმუნე. არა, მაგ ხალხზე არ ბაზრობ. არა, ჩვენი გაგებით მორწმუნე ადამიანზე ვამბობ. შეიძლება არ არის, მაგრამ ანუ იმოქმედა გონია რომ მორწმუნეა. ჩამოუყალიბებელი ზეიძახი რა, ჯაზე პირებულ მორწმუნეა. ჩამოუყალიბებელი გარეთია გვირწყავს და საქართველოს სახელმწიფოს დიდი ავტორიტეტია, შესაბამისად დიდი ძალა აქვს და მეტი პასუხისმგებლობა აქვს. ჩემი აზრით, ეს პასუხისმგებლობა სოციალურ სივრცეს ძალიან დიდი მადლობა სწორი აზრის. ხო. ღია შეფასებისთვის ყველა სასულიერო პირს მიმართავ, მაგრამ ჩემი აზრით თქვენი ძალიდან და თქვენი მეტი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ეს
უფრო მეტი შეგიძლიათ რა. უნდა გასცდეს სოციალურ ქსელს და რაღაცნაირად უნდა გადაინაცვლოს იმ პედესტალზე და იმ წინა ფრონტზე, სადაც ბრძოლა მიმდინარეობს რა. რომელიც გავიგეთ უფრო მეტად ორივე ტელევიზიის მხრიდან ასწავლე და გავიგეთ ბუკაი იმენა სალკე პოდკასტია ეხა ჩვენ რა თემაზე ვაფშე რაღაც ვაფშე სხვაგან წავედი თემა ძალიან აუცილებელი დავიცი ძალიან აუცილებელი არა რატო სოციალურ ქსელს კარგია ანუ კავშირში არის აუცილებელია უბრალოდ რა ვიცი არა რაღაც გლიცინზე არის სოციალურ მედიაზე არა აუცილებელი თამაში მახარ თუ რამის თქმა გინდა ძმაო რაც გინდა ლაპარაკე არა რავი თან მის გაასწორა თქვენ თან მაგმოც რომ ჩვენც გაგვიწოდა რა ია რატო ეგეც და შენ დაჟე ხო საოცარია ძმაო ვცდილობ ხოლმე რომ ისა რა ანუ ეხაც იმ დღეს просто ძალიან ჩვენ როგორ გავიცანთ ერთმანეთს აი მაგ დღეზე უყვები რა ანუ აი Instagram-ზეც მაქსიმ ვიცი რომ ანუ პატარები მყავს ძალიან ბევრი რაღაც 30% თუ რაღაცა გამოწერები ხო? ხო არასრულწლოვნებიც არიან და ნუ ბევრი რაღაცა ჩემი მშობლების მეგობრების და ხო ხვდები რა და ანუ ვცდილობ რომ მაქსიმალურად იქ რაღაც გინებებში და ისე არ ვიყო და აი მართლა 1-2 შემთხვევას თუ ისა და აი ეგეთი ერთ-ერთი იყო აი მაგ ეგ დღე რომ აი ვერ შევიტავე თავი 1-30 თორმე და სუდ დედის პროჭის გამწარებული ხო და ხა კაც აი მაგ და ცოტა ხანი და ეგრე გავიცანით ერთმანეთი მე და მარგები ხართ თამაში დაიწყო ხო წეღან ცოტა ემოციები მოგვეძალა ასე ვთქვათ მაგრამ ნუ ეს არის რეალობა რა დღევანდელი რეალობა ეს არის ეგ ემოციები ხო ამიტომ რაც არის რეალობა ჩვენს იქიდან გამომდინარე მოქმედებს აუბრობთ თუ რა როგორც ცხოვრობთ რაც არის ფონი ეგ არის რა სამწუხაროდ და ვერ ვიკეთებ ხო იმედია მალე შეიცვლება ეგ ფონი თუმცა მაინც გვინდა რომ რაღაცნაირად პოზიტიურად დავასრულოთ ხო ხდება კი დღევანდელი ეპიზოდი მოდი პირველ რიგში იმახარა გავაოფიციალუროთ ბუნკერელად გადავცეთ საჩუქარი მართლა შენ ოფიციალურად ხარ ბუნკერის წარმომადგენელი პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა როგორც დუმრეებისთვის unboxing-იც გააკეთე ყველაფერს შენ თუ მინდა არ გავს პატარა ეს სიმბოლური საჩუქრებია ეს ჩვენ unboxing დღეს ჩვენ დავა ბუნკერის ჩანთის unboxing-ი მეგობრებო რამეს ხوار მიჩანიჩე არა ტარაკნები ეტყვის ვა ის ძალიან გამისწორდა მართლა იმიტომ რომ მევასება ისინი რა ჩანახაზებს გააკეთებ ხო იქ ნახაზებს წერებს ხო ამდენი კვადრატი მჭირდება გაჯი ამდენი კვადრატისთვის რაღაცა გემრიელი რაღაცებს დაწერ რა ოპა თავის კალამი აბა ეხა შენ ხო არ გაშალე კალამზე ნახე ბაზალეთის საღებავები ნახე ფერებში რო ხარ ხო აგე არჩას მაგრამ მომზადებული ბრენდირებული კალამი ხო ბრენდირებულია სალე ბუნკერის მერჩი რა გადასავი შემიძლით ევრამეში გამოიყენე და მაისური აისურიც რა ცოტა გასარეცხია მაგრამ მაინც გაგისწორდება გვეცვა რა გვეცვა აქამდე და ოპა დავაი XXL მაცვია ხო და მედია ჩვენ რატო არ გვაქვს დაიწყე არ ვიცი იმიტომ რომ ზრუნავს სტუმრებს მე ბავშვს ვაჩვენ მე რას მიკეთებ მე ერთი ბავშვს ნახე ბიჭო თეთრი როგორ გიხდება ძალიან ლამაზი ხარ არა ყველაზე ხარ შავი ბიჭებთან აგეთ შავში თემოსთან ჩირო პაგანიალა ჩირო არ დაგვიჩირო ჩირო მადლობა ძმებო გენაცვალე მადლობა შეგება ბუნკერელი რო გახსნი რა ხო და მოკლედ ამ საჩუქართან ერთად გვინდა რომ ცოტა გავერთოთ და თამაშის ნაწილზე გადავიდე ხო შენთან ერთად უნდა დავტესტოთ ხოლმე ეს თამაში პირველად თამაშობ აქამდე არ გვითამაშია და მოკლედ ესეთი რა გათამაში იდეა ყავს რა კაცე მიხარ აი ხა ჩვენ მაგას ვიხუნდა კაროჩე ჩვენ პონჩი წერთ ესეთ რამეს ვინმე ცნობილ ქართველ ტიპს ქართველი ხო ქართველი პერსონაჟი გინდა პერსონაჟი გინდა ტიპი რა რეალური რა დავარ და ასევე წერთ ერთ ფურცელზე დავწეროთ სიტუაცია ერთზე ხო და წერთ გარემო სიტუაციაში რომელშიც ეგ პიროვნება რეალური ან პერსონაჟი წარმოგიდგენია რა სიტუაცია მაგალითად ვიღაც X ადამიანი რა ვიცი ნაგავს ყრის აი რაღაც ეგეთი რა და უნდა განვასახიეროთ და უნდა გამოვიცნოთ მე ვინ არის ეგეთი ხო პაროდია უნდა გავხსნით რა ხო რა ხო აბა ხო მე პაროდიებში
ვერ ქაჩუნა, მაგრამ ვეც ჩვენ ჩვენ კაჩუნა. წადოთ რა. კაი, მახარ პირველი შენ დაიტრია რა. სტუმარი კაცი. კაი, დაიწყე. ოღონდ შენი თუ ამოგივი და დადე. კაი. შენი არ. ისევ შენი ამოვიდა. ისევ შენ? შენი არ არის ხო? კაი, ახლა ჩვენ დავიტრიოთ. ყველა უნდა ავიღოთ? ხო რა. კაი, აიღე უკან. ატრაკი. საშინელება. შეჭერე. ეგრევე ჩვენი დამიჭერე. კარგი, ამაზე ჩავჯდება. მოუყვე შეიძლება თქვა ორი სიტყვით ვინ არის თუ პროსტა პაროდია. ვინ არის არა, უნდა მიუყვეთ რა პროფესია რო თქვა. ერთს გეტყვით რომ პოლიტიკოსია რა. დავაი. დაჭერავ რო თქვი მიუყვეთ. ეგ აპანტია ეხა რო გითხრა. ხო, არ უნდა. ობახიძე არის ეგ უეჭველია. ამა რატო გამოიცა მე ისე ისწორებ. და რა სიტუაციაშია ეგ რო არ ვიცი. მოიცადე კაი, თუ რა სიტუაციაც უნდა გამოიცეს რა. ბაბასანაში? აი ამ კოჩორში. რო გამოდის რა მე. სალონში? რო გამოდის. ზღვა. რას უშვებათ? ფენი თიშ. ხო, აი. ფენით იშრობს თმას? ხო. всё, გამოვიცანი? ყველას დავიჭერ. ხო. всё. იშრობს ფენით კოვახი. ანუ გამოვიცა. აბა გვანახე. ირაკი კობახიძე თმის გაშრობის დრო. შენი დაწერილია ხო შენ კაი, გამოვიცა. ჩემი ერთი ძმაკაცი ხვალ გამოვა, ჩემი მეორე ძმაკაცი ხვალ ჩაჭრიდა. შევა. მიდი ნიკუშ. კაი. ბიჭო მე პროსტა აი მაგის აი ეგრე რა რაღაც ეგრე იღადაო. აი მაინც ახლა მე ვარ. მიდი. მე მეგონი შენი შემხლა, შენი დაწერილი. ბიჭო მეტი არ ჩი. ვიცი. გათხოვებ. იყოს. გია სურამაშვილი უეჭველი. ამ ჭიქით მინდა რომ თამადა. ყველა გია სურამაშვილი. ხისეულ მამაკაც გაუმარჯოს. თამადა გია სუფრაზე. ამბობს? სადღეზე. ეგა. დიას რომელაშვილი ამბობს სადღეზე. ეს შენ დაწერე? ძიროლა კაცი ხარში. ცოტა ამ შორტს ჩაუგდებ გიას. იმდენი დღეს მთელი დღეა გიაზე მელაპარაკება და იქნებ როგორმე გია გვინდა რომ გვესტუმრო. გვესტუმრე გია მეტი რა გავაკეთო. რომ ეს სტუმრობა შედგეს რა, იმიტომ რომ მართლა ამ ადამიანის ერთ-ერთი საყვარელი ქართველი შემსრულებელი წამობრა, ან მომადგენელია ყოველგვარი ხუმრობის და იმის შემსრულებელი. და ძალიან გთხოვთ აგვეხმარეთ რომ ეს როგორმე შეხვედრა შედგეს ოღონდ კამერების წინ აქ. ხო რა. კაი. ძალიან კაი იქნება, შევიდეთ, მაგრამ გაგისწორდება. ეხ შენ ჯერი, ვერაცდები მაგას. ბიჭო, აი პარო ვაფშე. როგორც შეგიძლია. პაროდია, როგორ უნდა გავაკეთო. მე მიხვალ ხო და უთესლესად გავაკეთე და არ ვიცი. მიდი შენ. ვერაცდები მახარ. ეს მაგრამ ცა? გეძინება თუ ცუდად ხარ? გული გერევას? 1 მილიონი. სანიკიძე. კოსმოსში გაფრენისთვის. სანიკიძე? უბაზა. ეხა სიტუაცია. ხო. უბა სანიკიძე არის ასტრონავტი. რა მჭირდებაო? 1 მილიონი არის უბაზა. როგორ გამოიცა უბაზარო? აი რატო? და როგორ კოსმოსში გაფრენისთვის. ასტრონავტი. აღნიშნულება კოსმოსში გაფრენა. ილონ მასკი არის მასკის ისა ასისტენტი ნასას ასტრონავტი. სხვაგან ვარ. მე მიუახო. კოსმოსში რატომ მიდიხარ? ფულს აკეთებს რაღაცაში. კაი, მოდი. მამუკა. 1 მილიონი არის. მამუკასა, გუბა სანიკიძე არის სესხზე. ო, ეგა. აი, კარში, მოდი ეს გააკეთებ. რა შეუნე, თუ გააკეთებ, მე რამე დამიწერეთ. აი, ბუკას მიეცი და კაი, ბუკას მიეცი. ბუკას მიეცი და გააკეთე. არ ვერაცდები. მიდი ბუკა. შენ ეს რა არის მან? ვიცი. მე უნდა გამოვიცო. არ მანახო. აი, ეხა ოღონდ მე ვიძახდი რომ ის როგორ გავაკეთე? მიდი რა არა, თქო. ძალიან ბრუტალურ დაგიწერა მის გამო. ესენი გამოიცნობენ. ხო და მე დავწერე შეჩემა რა ვიცი. ნიკუშა უნდა გამო. მიდი, არ ვნახო. მაგრამ ის ზღადაობაა მაინც. ბიჭო, ხმით არ ვიცი. ხო და აი ეგ გაგაში გავიჭედე ხმაში როგორ უნდა ოქნა. ხო. ბიჭებო. კიდია. არა და მაგრა ედო, კაგა ჩემი ხედე რა გეხვეწე რა.
გასდევალკაში ნახე. რეზი არ ველაძე ავტო ხელოსანთან. ავტომატიკის ავტომობილის ხელოსანთან. პროფილაქტიკაში. პროფილაქტიკა. კარგი, ეს ყველაზე კაი. თამაშმაც გააქვს. ხო, ეხა შენი ჯერია. მოკლედ ეს იყო ბუნკერი მეგობრებო. ისე ბუნკერი სანამ დაასრულებ ეროვნული რუბრიკაზე. მე დავპირდი ჩემს ძვირფას მაყურებელს. მოიცა ამბობდა რაღაცას და დაანთმორე.